მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. როგორ ბრძანდებით? ძალიან კარგად, მოგესალმებით. აი ამ ფრაზით მინდა ნაპოლეონის დავიწყოთ, თუ ეთანხმებით. ეს ასეა. ისტორია შეთანხმებული ტყუილების ჯაჭვია. თუ მას დავეთანხმებით, მაშინ იმას უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ თანამედროვეობა შეუთანხმებელი ტყუილების ერთობლიობა, ხოლო მომავალი გარკვეულწილად შეთანხმებული ოცნებების ერთობა. არის ამ ყველაფერში გარკვეული სიმართლე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისტორიას შევხედავთ როგორც ფაქტების გროვას. და ეს ფაქტები გროვდება ხოლმე არა ყოველთვის იმ თანმიმდევრობით ან იმ ურთიერთკავშირით, რაც სიამოვნებაში ჰქონდა ადგილი. სხვაჩვენს ამ ტიპის კითხვა რა არის ისტორია სინამდვილეში. მე გამიჩნდა 99 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდგომ პერიოდში. როდესაც მეჩვენებოდა, რომ ჩემს თვალწინ დაიწერა ისტორია, რომელსაც ჰქონდა ძალიან ბევრი განმასხვავებელი იმასთან, რაც სინამდვილეში ხდებოდა, რაც მოხდა, როგორც მოხდა. ასე ამ თვალსაზრისით ისტორია უნდა დავინახოთ არა მხოლოდ დახვეებულ ფაქტებად, არამედ ამ ფაქტებს და მოვლენებს შორის კავშირად და მაშინ უფრო მეტი სანდოობა ექნება იმას, რასაც ისტორია უნდა ერქვას. კი ბატონო, აი რომელი შეთანხმებული ტყუილი დარჩება დღევანდელობიდან ისტორიაში? როგორ ფიქრობთ? რომ საქართველოს მოქალაქეების ოცნება იყო მაგალითად ვიზა ლიბერალიზაციის მიღება. არისო? ყველა მოქალაქის არისო. მაგრამ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების არის სიმბოლიკის სფეროდან, ვიტყოდ მისტიკის სფეროდან. და თავისთავად შეთანხმებაც იმაზე, რომ ჩვენ კეთილები ვართ ზოგადად და ხანდახან ბოროტებას ჩავდივართ. აქაც არის გარკვეული დაშვებები. შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენ კანონები გვჭირდება. რატო გვჭირდება კანონები? იმიტომ რომ აი ცუდ ადამიანებს არ მივცეთ ცუდი საქმეების კეთების საშუალება. ესაა თითქოს კანონის დანიშნულება. სინამდვილეში თუ კარგად ჩავუმოვდებით, ესაა შეთანხმებული ტყუილი, იმიტომ რომ კანონი იმიტომაა მოგონილი, რომ კარგ ადამიანებს ცდუნების საშუალება მოგვისმოს. ანუ შემზღუდველია იმ ბოროტის თუ არა ახშენებლურის თუ არა სიკეთის, რომელიც ადამიანში ბუდობს და ჩვენ ეს კანონები იმიტომ გვინდა, რომ კარგები არ გახდნენ ცუდები და არა იმიტომ, რომ ცუდებს არ მივცეთ საშუალება კარგები შეაწუხონ. მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ კარგების გუნდში, ამიტომ კასრის კოდექსს ვიღებთ, იმიტომ რომ მე კი არა, აი ვიღაცამ სხვამ რომ მოინდომოს ქურდობა, იცოდა დასჯიან. სიამოვნებაში ეს კასრის კოდექსში თავად ჩვენ ჩაგვესმის სადღაც თქვენ ცნობიერში, რომ ემანხელი არ წაგვისდეს. ძალიან ბევრია ასეთი შეთანხმება, რომელიც გარკვეულ პირობითობაზეა დაფუძნებული, იმიტომ რომ ადამიანს მეტი არც უნდა მოთხოვოთ, არც საკუთარ თავს და არც თქვენ. იმიტომ რომ ადამიანის გონება, ცნობიერება, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, მოცემული კონკრეტული ადამიანის გონებრივი სიძლიერე, მაინც ძირითადი ამბები მიუწვდომელია. ამიტომ თუ არა დაშვებები, პირობითობა, შეთანხმება რაღაც ბოლომდე გაუთვითცნობიერებელ ფუნდამენტურ საკითხებზე ისე წინ ვერ წავალთ. რომელი ისტორიული ფიგურაა თქვენთვის სამაგალითო? გამიჭირდება ასე თქმა, იმიტომ რომ მე უფრო იმ პრინციპის მომხრე ვარ ცხოვრებაში, რომ აზროვნების თავისუფლება არ შეიზღუდოს არანაირი დოგმით. და დოგმა ზოგჯერ ესაა თეორიული ქაღალდზე დაწერილი პრინციპი, ზოგჯერ ესაა ადამიანი, რომელმაც სისხორცი შეძინა ამა თუ იმ დოგმას, მიმართულებას, პრინციპს და ასე შემდეგ. მე მომხრე ვარ იმისა, რომ მაგალითად გავიხადოთ არა ადამიანები, არამედ მათი ის ქცევები, ის პრინციპები, რომელიც მათ ჰქონდათ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მგონია, რომ გარდაუვალია რაღაცა გარკვეული კულტებამდე მისვლა, მესიებამდე მისვლა, რომელიც მერე ერთადერთ რამეს შვება, აზროვნების თავისუფლებას ზღუდავს. არა და ერთმა გაგვაჩინა იმისთვის, რომ თავად ვზიდოთ საკუთარი თავი
და ვისწავლოთ, გავიაზროთ, შევხედოთ, დავაკვირდეთ, მაგრამ მე ბოლოს თავად გადავწყვიტოთ რაღაც. არა იმიტომ რომ ჩემთვის მისაბაძი მაგალითი ესა და ეს პიროვნება მას აკეთებდა, არა. იმან ის გააკეთა, თავისი შეასრულა. მე ეს გავიგე, გავიაზრე, ახლა თუ მივყვები, მის გამო კი არ ვაკეთებ, ჩემს გამო ვაკეთებ. არ ვეთანხმები არა იმიტომ რომ ის არ მომწონს, არამედ იმიტომ რომ ის მოქმედება არ მომწონს, რასაც არ ვაკეთებ. კი ბატონო. თამარ მეფის დროს თუ ვიყავით 12 მილიონი, აღმაშენებლის დროს რამდენი ვიქნებოდით დაახლოებით? ვერ გეტყვით. მე არ ვიცი 12 მილიონი ვიყავით თუ არ ვიყავით თამარ მეფის დროს. ესე ამბობენ. ხო, ამ ნაწილში რაოდენობრივ ნაწილში სხვადასხვა ყავს კითხვა. თუ ამდენი ვიყავით, რაში დაგჭირდა 40,000 ყივჩაღის ჩამოსახლება? არა, შეიძლება 40 მილიონი ყოფილიყავით და 40,000 სპეციალისტი დაგჭირვებოდა. აგერ 5 მილიონი ვართ დაახლოებით, მაგრამ რაღაცა 5,000 მაღალი რანგის სპეციალისტი ჩამოვა ამ ქვეყანაში, მაგალითად საინჟინრო სფეროში, ან ეკოლოგიის სფეროში, ან სახელმწიფო მართვის გაუმჯობესების სფეროში, ეს ცუდი არ იქნება. ჩვენ რო ვასწავლოთ ჩვენ ხალხს ეს საქმე? იმიტომ უნდა ჩამოვიყვანოთ, რომ უნდა ვასწავლოთ. ესე იგი, ჩვენ გვჭირდება არა ჩვენი საქმის უკეთ გამკეთებელი სხვები, არამედ ჩვენთვის ჩვენი საქმეების უკეთ კეთების მასწავლებელი ხალხი. და ეს არ უნდა შეგვრცხვეს, რომ რაღაცები ჩვენ სხვებზე ნაკლებად ვიცით. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ უბრალოდ არ ვიყავით დაკავებული იმ საკითხებით, მაგალითად სახელმწიფოს მართვით, რომელიც ახლა გვიწევს. და ამიტომ ეს არ არის სირცხვილი თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ ღვინოს და ხაჭაპურს ძალიან კარგად ვაკეთებთ, მაგრამ ღვინის და ხაჭაპურის წარმოების სისტემის აწყობისთვის, რომ ეს იქცეს სისტემად და ასე ვთქვათ, ბიზნესად, ამაში გვჭირდებოდეს სხვისი დახმარება. ბატონო. აი რა უნდა გავაკეთო, რატო ვერ უვლით ესეთი კარგი მიწა გვაქვს, ხო? რა გვიშლის ხელს რომ მოუვაროთ და შევქნათ რაღაც. ყველაზე მთავარი რაც ხელს გვიშლის, როგორც ჩანს, თავად მიწაა. იგი იმდენად ნაყოფიერია, რომ მცირე შრომით მიიღწევა მინიმუმი, რაც არსებობისთვის საჭირო და აუცილებელია. და ეს ახლა მხოლოდ ჩვენი ხვედრი არაა, ყველა იმ ქვეყნის და ერის ხვედრია, რომელსაც განგება მარგუნა სამხრეთში. კარგი მიწა. სამხრეთში კი ბატონო, თუმცა მხოლოდ ეს არა საქმე რა თქმა უნდა. ჩვენ გვჭირდება შრომის ორგანიზაცია და ინოვაცია და ტექნოლოგიები. ამ თვალსაზრისით ჩვენ თოხით ვამუშავებთ ძირითადად ისევ მიწას. ეს საკმარისია იმისთვის, რომ თავად კონდეს განცდა, რომ მიწაზე ვმუშაობთ, აი ჩვენ გვიყვარს მიწა, ვთქვათ, ჩვენი ტრადიციებს ვაგრძელებთ, ასე შემდეგ. მაგრამ მიწა იქცეს ჩვენი ეკონომიკის საფუძვლად, ისი პოტენციალის გვაქვს, რა თქმა უნდა. ეს არ არის, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რეზერვი. ერთი მხრივ წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ მიწას უკვე ვამუშავებდეთ, ასე ვთქვათ, ზღვრულ დონეზე, ეფექტიანობის და იქ ვიყოთ, სადაც ვართ. აი იმის იქით რა უნდა გვექნა, მე არ ვიცი, რა ვიცი, ყინვარწვერს ყინული მოვაძროთ და გავადნოთ და გავყიდოთ თუ რა ვქნათ, არ ვიცი. ის რომ ჩვენ მიწას ვამუშავებთ მინიმუმის დონეზე, ეს სინამდვილეში დღევანდელი მდგომარეობით არის ცუდი, მაგრამ ხვალისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი წინსვლის და ამ ქვეყნის ფეხზე დაყენების. აი ეს უნდა გავაკეთოთ და ამას ქართულ მიწაზე მოთქმა გოდება არ კმარა, ქართულ მიწაზე სადღეგრძელოების თქმა არ კმარა, ქართული მიწის გასაფრთხილებლად 1000 გვარი შეზღუდვების შემოღება არ არის სწორი, რომ მე თქვენ მიწა ვერ მოკიდოთ თავისუფლად, როდესაც თქვენ იცით მისი მოვლა და შეგიძლიათ და მე მხოლოდ ვუყურებ და ესე იგი მამა-პაპაზე ვფიქრობ ასე დროს. ანუ ჩვენ მიწა უნდა ვაქციოთ ეკონომიკის საფუძვლად, ფუნდამენტად და ასე ეს ერთი, მეორე არის ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ფიქრი და მოვიგონოთ რამე უკეთესი ტრაქტორი ალბათ 1-30 წლის მერე. მაგრამ უკვე იმ დროს სხვა ტრაქტორი იქნება და სხვა იქნება. და კიდევ ერთი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მინუსი, ის რომ მიწა ამ თვალსაზრისით ხელუხლებელია, პლუსად. ეს ნიშნავს იმასაც, რომ მიწა არ არის გაფუჭებული. იმ ტიპის ტექნოლოგიებით, რომელსაც მსოფლიო ძალიან დიდი გაქანებით იყენებდა 10 წლეულების წინ და დღეს უცებ გაიაზრა, რომ ეს რა გვიქნია. ქიმიურ წარმოებად გადაგვიქცევია სოფლის მეურნეობა. ესე იგი, ჩვენ სწორედ ამ სფეროში გვაქვს საშუალება ევროპას გადავასწროთ. იმიტომ რომ მანქანას მშენებლობაში ვერ გავასწრებთ. რაც არ უნდა აღვადგინოთ ქუთაისის ავტოქარხანა, იქ მერსედეს ვერ გამოუშვებთ. მაგრამ თუ ჩვენს მიწას უკვე
ამ სოფლიო გამოცდილებით შევხედავთ და მოვინდომებთ, ვიშრომებთ, სისტემურად თავაწყობთ, მაშინ ჩვენ შეიძლება აღმოგვაჩნდეს სულ ახლო წლებში ის, რაც ევროპას ექნება მხოლოდ 10 წლეულების შემდეგ, როდესაც შეძლებს იმ თავისი გაფუჭებული მიწის, ასე ვთქვათ, რეაბილიტაციას და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, უპირატესობა, ფარდობითი უპირატესობა ძალიან ბევრ სხვა ქვეყანასთან. კი ბატონო. საქართველოს ეხა წინ მიდის, უკან თუ ადგილზე დგას. როგორ აფასებთ? მე მოვესწარ იმ დროს, როდესაც სკოლაში გვასწავლიდნენ დიალექტიკური მატერიალიზმის მთავარ პრინციპს, რომ ესო სპირალზე მიდისო, ცხოვრებაო, ono მაღლაო. მე მეჩვენება, რომ ამ სპირალში რაღაცა ის მოხდა, თუ ამ ტერმინებით ავწერთ ჩვენ ცხოვრებას და წრეზე დავდივართ. დიდწილად წრეზე დავდივართ, რაც ნიშნავს იმას, რომ უკან ვრჩებით. ძალიან მცირეა წინსვლა და სადაც წინსვლა ეს არ არის მდგრადი წინსვლა. ეს არ არის შემთხვევა, როდესაც აი უკვე გავიარეთ, ვთქვათ, კლდეზე ავედით, ავცოცდით 15 მეტრი და გავამაგრეთ იქ საყრდენები შევიქმნით, რომ შემდეგი 15 გავიაროთ. შესაძლოა გავლილი გვაქვს 5 მეტრი, მაგრამ ეს 5 მეტრის გავლაც არ იძლევა საშუალებას, რომ ყარად გავიაროთ შემდეგი მე-6 და მე-7 და მე-8. ეს რაში გამოიხატება? ეს იმაში გამოიხატება პირველ რიგში, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ პირობითი ცნებაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტერიტორიული საზღვრები არ არის ბოლომდე შემოხაზული, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოქალაქეები ვერ დავითვალეთ, ახლა თამარ მეფეზე ბრძანებდით, თუ 12 მილიონი ვიყავით თუ არა, აგერ 3 თვის წინ ვერ დავითვალეთ ერთმანეთი, როცა აგერ ვართ ყველა და ესე იგი თulis ტექნოლოგიები ძალიან ბევრია. არა მხოლოდ ამიტომ, ძირითადად იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძელით იმ ტიპის სოციალური წესრიგის ფორმირება ამ ქვეყანაში, რომელსაც დაერქმეოდა სახელმწიფოებრივი წესრიგი. რაც რითი განსხვავდება ახლა ზოგადად რაღაცა ტიპის არსებობა სახელმწიფოებრივი არსებობისგან. აქ მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ოჯახისგან. ერთი მხრივ ოჯახი და მეორე მხრივ შემთხვევით შეკრებილი ადამიანები. შემთხვევით შეკრებილი ადამიანები ერთი დღის განმავლობაში, ან შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ ერთად არიან თქვა ტურისტულ მოგზაურობაში. არიან საერთო ინტერესებით ერთმანეთის მიმართ, იქ რაღაც რესურსების განაწილება ხდება, ერთმანეთის გაფრთხილება ხდება, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. აგერ ახლა გადაცემას ვერ წაიყვანს, თვალდგები და წავალ აქედან. ან თუ თქვენ წახვედით, მე ვეღარ გავაგზელებ. ან გვჭირდება ერთმანეთი. მაგრამ ეს არის დროებითი მოვლენა. აი როცა ოჯახურ სიტუაციას უყურებთ, იქ უკვე დრო კარგავს თავის იმ განზომილებას, რაც აქ აქვს. იქ არის მარადისობიდან და მარადისობამდე. ამიტომ ოჯახურ სიტუაციებში ჩვენ გვინდა რომ თუ რამეს შევიძენთ, თუ რამეს გავასხვისებთ, თუ რამე ახალს გავაკეთებთ, მოვინდომებთ, ეს იყოს მთლიან კონტექსტში გააზრებული. რომ ამან ხელი უნდა შეუწყოს არა მხოლოდ ჩემი შვილების უკეთყოფნას, ჩემი მშობლების უკეთყოფნასაც. ამან არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ერთი ოჯახის წევრი, თქვათ, ბედნიერია, შემდეგი 10 წელი და მეორის ხარჯზე ხდება. ანუ როგორც ოჯახშია ამ ტიპის ეს უნდა იყოს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ეს რას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს უნდა ვეპაექრებოდეთ მუდმივად, მაგრამ თან ერთმანეთის საჭიროება უნდა გქონდეს გააზრებული. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პაექრობა თუ მტრევაში გადავიდა, მაშინ ჩემს მიერ შეკოწიწებულს ხვალ თქვენ აუცილებლად დაანგრევთ. კი არ გააგრძელებთ ამას და ასე შემდეგ. აი ამ თვალსაზრისით ჩვენ ტრიალებთ წრეზე, ამ წრეზე ტრიალისას გამოვცადეთ სხვადასხვა ტიპის წესრიგები, მართვის ფორმები, მაგრამ ვერ მივედით იქამდე, სადაც უნდა მივსულიყავით. ჩვენ გავიარეთ მიტინგებით მმართველობა. ეს რო გამსახურდიას დროს. ჩატარდებოდა მიტინგი მთავრობის სახლის წინ, პარლამენტის სახლის და აქ იქწყდებოდა ამბები. ჩვენ გავიარეთ იარაღით მმართველობა. ეს იყო სამოქალაქო ომი, მხედრიანი და ასე შემდეგ. ჩვენ გავიარეთ კორუფციით მმართველობა. ეს იყო შევარდნაძის ეპოქა და პერიოდი. ჩვენ გავიარეთ შიშით მმართველობა. ეს იყო სააკაშვილის პერიოდი. ახლა ჩვენ მივდივართ ქაოსით მმართველობის ეპოქაში. არც ერთი ეს მმართველობა, ან მათი რამე კომბინაცია არ იძლევა იმ შედეგს, რომ თქვათ, რომ წინ მივდივართ. ჩვენ გვჭირდება კანონით და კონსტიტუციით მმართველობა და იმ ტიპის პოლიტიკური სისტემა, რომელზეც მოგახსენებთ. კი ბატონო. აი 2012 წლის მერე რამე სერიოზული გადაწყვეტილება თუ მიღებულა ივანიშვილის გარეშე? სერიოზული გადაწყვეტილებები ივანიშვილის გარეშე. მე მგონი მიღებულა. მგონი მიღებულა. თქვენ თუ ბრძანებთ ოცნების შიდა წრეებში მიღებულა თუ რამე სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებები. აი თუნდაც გაზპრომის ეხანდელი მაგალითად ესტონურ მოდელზე ესტონური მოდელის რეფორმები, მოგების გადასახადთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. მე რამდენადაც ვიცი და მგონია რომ სწორად ვიცი, ეს არ იყო არც ივანიშვილის ინიციატივა და არც მის მიერ, ვთქვათ, რაღაცა ხელდებული თუ და ასე შემდეგ. ზოგადად თუ ამაზე მიანიშნებთ, მე გეტყვით რომ
გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში გაცილებით მეტია გადაწყვეტილებები, რომელიც შესაძლოა ევანიშვილთან არ შეთანხმებულია და არც დათანხმებულია, ვიდრე იყო მანამდე. ასე რომ, ვიცი, კი, არის ასეთ გადაწყვეტილებები, თუმცა მე მგონია რომ ეს თემა ჩვენ როგორმე უნდა დავხუროთ. და გეტყვით რას გულისხმობ. მე დღეს ვამბობ, უკვე არ მაინტერესებს რა იცის ივანიშვილმა, რა მოიწონა, რა დაიწუნა, რას ლობირებს, რას იწუნებს და ეს გადადებულია გვერდზე. ადამიანები, რომელიც იღებენ გადაწყვეტილებას. პარლამენტში დღეს კანონს მიიღებს, ვინმე დააჭერს ხელს. აი ის არის პასუხისმგებელი იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მიიღო. საიდან ჩაესმა მას ეს სიბძნე, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. ღმერთმა უკარნახა, მოძღვარმა ურჩია, ივანიშვილმა დაურეკა, თვითონ წიგნი წაიკითხა, თუ მე არ ვიცი, საიდან მოვიდა. ადამიანებმა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა. 4 წელი ვიყავი იმ სისტემაში. კეთილი უნდა ვინებო და ვაგო პასუხი თვითოულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მე მივიღე. არ აქვს მნიშვნელობა, კიდევ მეორე, ვინ იყო ინიციატორი, ვინ ეთანხმებოდა, ვინ არ ეთანხმებოდა. ბოლოში დავეთანხმე, მივიღე, გავაკეთე, ესე იგი პასუხს ვაგებ. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ სახელმწიფო სისტემა ამ დაუმსახურებელი პრივილეგიებიდან და ფუფუნებიდან, რომ ესე იგი თუ კი რამე გაფუჭდება ან რაღაცა, აი ივანიშვილის ბრალია. აქ მინისტრი აგერგიზის პარლამენტის წევრი აგიძის გამგებელი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია და ჩვენ იმის ხრებს უკან სადღაც სივრცეში ვიყურებით და ბიძინამ ალბათ იმან ჩაიდინა, ტელევიზიას ბიძინა ანგრევს, ის იმას უნდა. ეს არის სასასტბურე პირობები სახელმწიფო სისტემისთვის. ეს უნდა დავამთავროთ. თუ ბიძინა თავად გამოვა ხალიჩაზე, ასე ვთქვათ, პოლიტიკურზე. კი ბატონო, გამოვიდა საარჩევნო პერიოდში. კი ბატონო, მასთან მქონდა პაექრობა. ახლა აღარ არის ეს კაცი თავის საქმეებითაა დაკავებული, არ არის აგერდა. ვეკამათოთ, მოვკითხოთ, მოვთხოვოთ და ეს პრეზუმცია უნდა გამოვიყენოთ. რომ დიახ, მინისტრო, წახვედი მოაწერე ხელი გასპრომს, შენ აგებ ამაზე პასუხს. და მე ეგეთი ამბები რომ აი უკან იქ სხვა იყო, გავლილი გვაქვს ეგ ამბავი. ასე დააქცია ეს ქვეყანა ნაციონალურმა მოძრაობამ, იმიტომ რომ ყველაფერზე მიშასკენ იშვერდა ხელს. და ბოლოს ეხლაც ექვსდელობაა, რომ აი თითქოს ის იყო ყველაფერში დავნაშება და ყველა დანარჩენი ახლა მშრალზეა. შევარდნაძის დროს იგივე იყო. ეს ჩემი თვალით ვნახე, ვიცი როგორ ხდება ეგ ამბავი. აღარ უნდა გავიმეოროთ ეგ თემა და ეს მითოლოგია მოვაცილოთ კონკრეტულ გადაწყვეტილების მიღებებს. მე თქვენ კარგად იცნობთ და მისი მინუსები რა არის, რა შეეშალა, როგორ ფიქრობთ და რატო ჩამოეშორა რესპუბლიკური პარტია, რატო გაიყარა თქვენი გზები ბოლოსკენ? მე მგონია რომ ის ვერ გაუმკლავდა იმ პრინციპებს, რომელიც თეორიულ დონეზე თავად ჰქონდა წარმოდგენილი და თეორიულად სჯეროდა, მაგრამ პრაქტიკულ რეალურ ცხოვრებაში მან რაღაცეთ უკან დაიხია. იმიტომ რომ მაგალითად მრავალპარტიულობა და მრავალპარტიულ სისტემის შექმნაზე პასუხისმგებლობის აღება, ეს საკმაოდ ისეთი დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ იქ შეიძლება ერთმა პარტიამ, ან მეორე, ან მესამე, ან მეოთხემ რაღაცა გააფუჭოს და აარღვიოს ასე შემდეგ. თეორიულად ეს უნდოდა ამას უკიჟინებდა წინა ხელისუფლებას, რომ ეს რაკენით ყველაფერი ერთხელში აიღეთო. თითქოს იყო მცდელობა, რომ გადავიდეთ სხვა სისტემაზე, მაგრამ პრაქტიკაში მისი რეალიზების პროცესში მე მგონი ის არ აღმოჩნდა მზად ამ გამოწვევისთვის და უფრო მარტივი მოდელი არჩია, რომ ყველაფერი თუ ერთ კონტროლში იქნება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ეს არის მარტივი, მაგრამ წარუმატებლობისთვის განწირული. მე არ მინდა რომ ეს წარუმატებლობა ბოლომდე შედგეს, ამიტომ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ საერთო სამშობლოს ჩვენც მივხედოთ და კიდევ მეორე, ნუ გვექნება ნურავის გამართლება, როგორც იყო უწინ, რა ვქნა მიშა იქ და ის აკეთებს და ახლა მე რა ვქნა. ეგრე არ არის. ვიღაცას თუ ეშლება, ვიცით რომ ეშლება, უნდა ვაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ შეეშალოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველა მოვინდომებთ ჭეშმარიტად და არ ვიქნებით ვიღაცის ზურგს უკან ამოფარებული, ან რაღაც მომენტში ჩასაფრებული, ან რაღაც ასეთი. მაშინ შევძლებთ იმას, რომ შეცდომები და უარყოფითი მოვლენების მინიმალიზაცია მოხდეს. უნდა აპატიმრებდეს თუ არა სახელმწიფო ნარკომომხმარებლებს? არა, მე მგონია, რომ ნარკომომხმარებელი არ არის დამნაშავე. ადამიანები ძალიან ხშირად ზიანს ვაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას. ეს მხოლოდ ნარკოტიკით არ ხდება, ეს ხდება ალკოჰოლით, ეს ხდება შეიძლება ზედმეტი კვებით, ეხლა არ მითხრათ არაფერი თავად მე ამის თაობაზე, ეს ზოგჯერ ხდება, უბრალოდ ჯანმრთელობას არ ვაქცევთ ყურადღებას და ასე. და ნუ გონია რომ ასეთ შემთხვევაში ან საკუთარ თავს ნაკლებად ვავნებთ, ან
ჩვენს უშუალო სოციალურ გარემოს, ოჯახს, ან ზოგადად ქვეყანას. თუ შრომის უნარო აღმოჩნდით, თუ ესე იგი ვიღაცის არჩენა აქვს და ასე. მოკლედ მე ის თქვა მინდა რომ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც უკავშირდება ნარკოტიკის მოხმარებას თითოეული ადამიანისთვის, მისი ოჯახის წევრისთვის, სოციალური გარემოსთვის, ერისთვის ეს არის არა დანაშაული და დანაშაული რა არის, როდესაც წინასწარი განზრახვით მიდიხარ და ვიღაცას ზიანს აყენებ. არამედ უნებისყოფობით, რაღაცა გარკვეული ზედმეტ დამოკიდებულებით, პრობლემებით, რომელიც არ ფსიქიკურია, ფსიქოლოგიურია, ფიზიოლოგიურია, ახლა ასეთ დეტალებში მე ცხადი არ ვერკვევი, მაგრამ ეს არ არის დანაშაული. არ არის დანაშაული, არ ნიშნავს იმას, რომ არის მოსაწონი, ტაში დაუკრათ, ან ვერ ამოხდა ასე იყოს, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს, ან ჩავთვალოთ ეს, რომ ეს არის, თქვათ, თავისუფლებების ნაწილი, აი მე ხომ აქ უფლება ახლა მინდა მთაში ვიცხოვრებ, მინდა ზღვაზე ვიცხოვრებ და რა თქვენი საქმეა. ეს კონკრეტული თემა ასე მარტივად არაა, რომ უფლებების ნაწილში გავიყვანოთ, რომ როგორც ჩაიზდალების უფლება აქვს ადამიანს, ნარკოტიკის მოხმარების უფლებას ისეთივე თავისუფლებით აქვს. მაგრამ აი ამ გაგებასა და დანაშაულამდე მის მიყვანას შორის ძალიან დიდი გზაა და ეს არასწორი. ქართულ ოცნებას ჰქონდა წინა საარჩევნო დაპირებებში 2012-ში, რომ შეიცვლებოდა ნარკოპოლიტიკა. რატო არ იცვლება? რატო ვერ კიდებს ვერავინ ხელს, ვერც ერთი ხელისუფლება ამ თემას? ორი მიზეზი აქვს, არა მარტო ოცნებას, არამედ ავიცი, ყველა ხელისუფლებას აქვს ხოლმე ძალიან ისეთი ამბიციური ლაპარაკი ამ თემაზე, იმიტომ რომ ყველა ხვდება, რომ ეს არის დიდი და სერიოზული პრობლემა ამ ქვეყანაში, ამ ჩვენი ეროვნული მომავლისთვის. ამიტომ დაპირებების დონეზე თუ მზაობის დონეზე ბევრი ამას აცხადებს. მაგრამ კონკრეტულად ამ მიმართულებით, რომ დეკრიმინალიზაცია მოხმარების რატო ვერ ხდება, აქ იმარჯვებს ხოლმე იმ სისტემების და იმ უწყებების არგუმენტები, რომლებსაც ამასობაში ყველა შემთხვევაში მოხმარება იქნება დეკრიმინალიზებული თუ კრიმინალიზებული, მათ ევალებათ ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლა. და ეს სისტემები და ეს ადამიანები კეთილი განზრახვით ზოგჯერ, იმიტომ რომ გულწრფელად ჯერათ, რომ თუ მოხდა მოხმარების დეკრიმინალიზაცია, მაშინ შეუძლებელი იქნება გავრცელებასთან ბრძოლა. ზოგს გულწრფელად ჯერა. მეორე ნაწილს და რომელი უფრო დიდია ეს ცვალებადია ხოლმე, უბრალოდ აქედან ხელს ითმობს. ამ სისტემიდან ასეთი რომაა. და ეს ხელს ითმობს მატერიალურად, იმიტომ რომ ყოველი მომხმარებელი პოტენციური პატიმარი თუა, ესე იგი პოტენციური გადამხდელიცაა თანხის და არის რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული ნაწილი ზოგადად საზოგადოების კონტროლის ქვეშ ყოფნა. იმიტომ რომ ერთი ნარკოტიკის მომხმარებლის მეშვეობით შეგიძლია 7-8 ამომრჩეველი გააკონტროლო მაგალითად. და რაღაცა მიმართო ერთი მიმართულებით. ასე რომ აქ ერთვის ხოლმე სხვადასხვა ტიპის ზოგი, ასე ვთქვათ, კიდევ მე გულწრფელი წმენა იმისა, რომ ამითი დაინგრევა ზოგადად ნარკოტიკის გავრცელებასთან ბრძოლის სისტემა და უფრო უმეტეს შემთხვევაში სხვა თემებია, მაგრამ ეს უწყებები, ეს დაწესებულებები თითოეული ხელისუფლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ მოდიან და გეუბნებიან, ვიცით რა, ჩვენ მას პასუხისმგებლობას ვიხსნით. და ახლა ხვალ თუ აი ეს ამბები მოხდება, მაშინ შენ აიღე პასუხისმგებლობა. ასე დროს როგორც წესი ხელისუფალი იწყებს ფიქრს იმაზე, რომ იქნებ მოდი ნახევარი ნაბიჯი გადავდგა და მთელი და დიდი სარისკო ნაბიჯი არ გამომივიდეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ამბებიც, იმიტომ რომ კონკრეტულად ეს თემა ძალიან ისე ორგანულად კავშირშია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებთან, არამედ გარშემო. ასე რომ აქ გარღვევას ჭირდება საკმაოდ სერიოზული ნდობის რესურსი, რომელიც სხვა შორის ასევე სერიოზულად ამ ტიპის სერიოზული ნდობის რესურსი ჰქონდათ ხოლმე ხელისუფლებებს საიცვლებების დროს, ხო? სააკაშვილს ჰქონდა 2004-ში, თუ 3-4-ში, ივანიშვილს ჰქონდა 2012-ში. ამ მომენტში ძალიან ბევრი რამ იქნა ხელიდან გაშვებული. ბევრი საჭირო ცვლილება, რომელიც სწრაფად უნდა გაკეთებულიყო. და მერე უკვე ახლა 2016-ის არჩევნებისთვის და მას შემდეგ მოსული ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობით კი არის პარლამენტში. მაგრამ თავად ხომ იცის, რომ მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს. ამიტომ რისკიან ნაბიჯებზე წასვლა ასეთ სფეროში როგორც წესი არ ხდება ხოლმე. უფრო წავლენ სხვა რისკიან ნაბიჯებზე კონსტიტუციის ესე შეცვლა, რომ მომავალი კვლავ წარმოება ხელისუფლების იქნას უზრუნველყოფა. მეტსახელი თუ გქონდათ რამე მაშინ? მე ბირჟული არა. მეტსახელს სკოლაში მეძახდა ერთი მასწავლებელი. გას. მეტსახელს არ შეიძლება, მაშინ ორ მეტსახელს გეტყვი.
ჯერ ერთი, როდესაც პატარა ვიყავი და მეკითხებოდნენ, ხო, რომ ვისი ხარ, ანუ ვინ ხარ? სახლიდან მქონდა ასეთი დარიგება, რომ და მეთქვა, რომ ცერიტოლანტ გიგლას შვილი ვარ. ეს იმიტომ რომ ჩემი დიდი პაპა ჩემის მამა, ვის სახელსაც მე ვატარებ, დავითი იყო ის კაცი. მას ერქვა აი ეს გამოცვლის სახელი ცერიტოლა. იყო ჩადგმული, შვილი და სხვა შორის მომრიგებელი მოსამართლე იყო თურმე მაშინ სოფელში ასახლეს. მეფის რუსეთის პერიოდია. და მე თვითონ დაწყებითი კლასების მასწავლებელი მეძახდა პროფესორს. რატო? პატარა პროფესორს მეძახდა. ვიცი, ალბათ იმიტომ რომ მაინტერესებდა გაკვეთილებს სწავლობდი არა იმიტომ რომ ავალებდნენ, რაღაც ახალს ვიგებდი ალბათ მაგით. მაგრამ პატარა პროფესორს მეძახდნენ მეორე მესამე კლასში. თინასად გაიცანით? თინა გავიცანი უნივერსიტეტში, პირველ კორპუსში, ახლად შექმნილი საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანატში. იქ მას დეკანი იყო ბატონი ირაკლი შაფაკიძე განსვენებული. ლევან ალექსიძის მეცადინეობით შეიქმნა ეს ფაკულტეტი და თინას კურსი იყო პირველი მიღება ამ ფაკულტეტზე, რომლებიც მიიღეს სასწავლებლად და პირველი კურსიდან სწავლობდნენ იქ. და მე იქ ვიყავი კათედრაზე, ასე ვთქვათ, თანაშემწე პროფესორის, ავთანდილ დემეტრაშვილის. და აი იქ ახლად მოსულ სტუდენტებთან მომიწია ურთიერთობა. თინა ამას უარყოფს, მაგრამ მე შევეცდები ესე იგი როგორმე მყარი მითი დავარდგინო მტკიცებულებებით, რომ მე მომიწია 2 თუ 3 ლექციის ჩატარება მათი ჯგუფისთვის. ანუ სემინარების ჩატარება იმ საგანში, რასაც ავთანდილ დემეტრაშვილი მათ უკითხავდა, ეს იყო საკონსტიტუციო სამართალი. და მე კი ხუმრობ ხოლმე, რომ ესე იგი სულ 2-3 შესვლა იყო საკმარისი ამ ჯგუფში, რომ იქიდან ამოზრდილიყვნენ ქართული პოლიტიკის და სამართლის ისეთი კორიფეები, როგორებიც არიან ეს ყველა თანაჯგუფელია, ირაკლი ალასანია, ირაკლი ოქროაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, კოტე კუბლაშვილი, თინა ხიდაშელი, იქით გია გეწაძე, იქით მირიან გოგიაშვილი მინისტრი იყო, ვიკა დოლიძე, აგერ ახლა მინისტრი ზურა აბაშიძე, უშინაური დაინიშნა ელჩად. ახლა გამორჩება ვინმე, იმდენი არიან და ესე იგი მინისტრზე ნაკლები არავინ არ ყოფილა და პარლამენტის წევრზე. და ყველა ესენი იყვნენ ერთი ჯგუფის წარმომადგენლები. იქ გავიცანი, მაგრამ მე უკვე თინა იყო და მე ვიყავი, ამას ჩვენ ცოტა მოგვიანებით მივხვდით. ეს იყო უკვე ბუდაპეშტში, სადაც თინა გაემგზავრა 1 წლით სასწავლებლად პოლიტიკური მეცნიერებების. მე 1-2 თვის მერე იქ მომიწია ჩასვლა კონფერენციაზე და აი იქ რო შევხვდით, მე მგონი ის იყო ის შეხვედრა, რასაც შეხვედრა ქვია. ბოლოს როდის იცეკვეთ ერთად? ბოლოს ერთად ვიცეკვეთ, უნდა გავიხსენო, მაგრამ ვერ ვიხსენებ, ალბათ შარშან წლის განმავლობაში, მაგრამ ზუსტად ვერ ვიხსენებ. ღმერთით უგწამთ? ღმერთის არსებობამ წამს. და წამს, რომ სამყარო ჩემი ჩათვლით, თქვენი ჩათვლით არის რაღაც იმ ტიპის ძალის შექმნილი, რომელსაც ვერასოდეს ჩაწვდები, რომელსაც ვერასოდეს გააცნობიერებ, რომელსაც აღიარებ. მაგრამ მაქვს კიდევ ერთი ძალიან ისეთი თემა ამ საკითხში, რომ ღმერთმა თქვენთან ერთად მეც შემქმნა, მაგრამ აი როცა შემქმნა, ასე ვთქვათ, მიბიძგა, ანუ სიცოცხლე მიბოძა და დამავალა თუ მომცა ამისი შესაძლებლობა, რომ გავლიო ეს ცხოვრება და ვაგო პასუხი საკუთარ თავზე. ამიტომ მერთის მიერ შექმნილს მან ისიც იმაზეც იზრუნა, რომ მოეცა როგორც ვამბობ ეს
პრივილეგია თუ ეს პასუხისმგებლობა თუ ეს სატანჯველი თუ ეს უმაღლესი ბედნიერება, რასაც სიცოცხლე ქვია, მე არ ვიცი, ამაზე შეიძლება რამოდენიმე 10 წლის მერე ვაპირებ კიდევ ცხოვრებას, არ ვიცი თუ გამოვიდა, მერე შევხვდეთ და ცოტა მეტი მომარები საუბროთ, მაგრამ მოკლედ ცხოვრების გავლა მან თავად მე დამაკისრა და ამაზე პასუხი უნდა ვაგო. რაც ამ ტიპის დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხთან. აი ვისიან რისი ბრალია რომ ადამიანებს ქრისტიანული რელიგია საქართველოში დღეს მიეწოდებათ მახინჯი ფორმებით. და რატომ არის ესეთ ღარიბ ქვეყანაში ეკლესია ესეთი მდიდარი? ღარიბ ქვეყანაში ეკლესია რატომ არის მდიდარი? ეს არის კითხვაშია პასუხი. არ უნდა იყოს ეს ასე. მაგრამ მე სხვა რამესაც ვიტყოდი. რამოდენიმე დღის წინ მომიწია უკრაინაში ყოფნა და იქ შევხვდი რამოდენიმე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მათ ოფისში მომიწია მისვლა. და როცა უცებ წარმოვიდგინე, როგორ ოფისებში მუშაობს ჩვენ აქ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები. იმავე სფეროში, იმავე რანგის, იმავე ის. ესაც სადა დედამიწა. იქ იმ ოფისში რომელიც როგორ რითი აღწერა არის ევრორემონტიან ოფისში არ ყოფილვარ. იყო ჩაულებრივი. მოკლედ ის სახსრები რომელიც აი ამ არასამთავრობო საქველმოქმედო თუ ადამიანის უფლებების თუ სხვა ამ საქმიანობის შეხარჯება როგორც ჩანს იქ რაღაცა კულტურა ამაზე ამ წესებს უდგენს ყველას რომ აქ პირველ რიგში შენობის მოწყობა და სუპერგანათება და ყველაზე კარგი ბოლო მოდელის კომპიუტერი კი არ ჭირდება და ამაში კი არ უნდა დაიხარჯოს რესურსის დიდი ნაწილი, არამედ სხვა რამეში. მე ახლა ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც ჩანს ჩვენ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით გარკვეულწილად პროვინციონალიზმის გავლენაში ვართ ყველა მთლიანად ერი. იმიტომ რომ ვიყავით დიდი ხანი ძალიან დიდი ქვეყნის პროვინცია და ჯერ ვერ გამოვედით რაღაცეებიდან. მე მგონია ამ თვალსაზრისით ეს სიმდიდრისკენ მიდრეკილება, რომ როგორც პოლიტიკურ ლიდერს, ისე რომელიმე ეპარქიის წინამძღოლს რაღაცად აუცილებელ მოვლენად მიაჩნია, რომ ბოლო მოდელის ჯიპიდან თუ არ ჩამოვიდა, თითქოს მას არც ამორჩეველი შეხედავს, არც მრევლი, არც ღმერთი გადმოაფარებს კალთას და არც ასე ვთქვათ პოლიტიკურ პროცესში რაღაცა ეს სადღაციდან მოდის, რომელიც კულტურული რაღაცა ტიპის სიმახინჯეები გვაქვს და ეს არ არის მხოლოდ ეკლესიის სფერო. იგივე შეიძლება ითქვა საჯარო დაწესებულებებზე. არ ვიცი ეს იყო და რჩება დიდ სენატ რომ დაინიშნება ახალ მინისტრი თუ არ ვიცი ყველა არა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეგნებული ადამიანია მაგრამ ასატანზე გაცილებით მეტია შემთხვევები როდესაც პირველი რასაც აკეთებს მაღალ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანი უნდა გამოცვალოს მანქანა უნდა გამოცვალოს ავეჯი არ ვიცი მიანგრმოაგრიოს სანტექნიკა და ახლიდან გააკეთოს ხოლო ეხლა ამაზე მარტო ეკლესიას გავკიცხავთ ამ ნაწილში რაღაცა ჭყიალებისკენ მიდრეკილების ნაწილში აგერ არის არასამთავრობო აგერ არის სახელმწიფო აგერ არის რელიგიური მოდი აქ ერთმანეთისკენ თითი არ გავიშვიროთ ყველამ ერთად განვაცხადოთ რომ ხალხო ეს არ შეიძლება და ეს პროვინციალიზმი იქნებ მალე დავძლიოთ და დიდხანს არ გაგვიგზელდეს ეხლა რაც შეეხება უფრო შემსეულ თემებს ახლა კომუნიზმისგან რომ არის ყველაზე დიდი ტრავმა მიყენებული ერისთვის, ამაზე მე მგონი დავა არღის და ახლა ეს ფაქტია, რომ კომუნიზმი ეს იყო მცდელობა რაღაცა ადამიანის არაადამიანურობის, ხო? რომ ადამიანი არაადამიანად უნდა ქცეულიყო, რობოტად უნდა ქცეულიყო და ასე შემდეგ. ეხლა ამან რა გამოიწვია საზოგადოებაში, ну აგერ ჩვენს დღეს ვაკვირდებით ამ ყველაფერს. ეს არის ფარისეულობის სუპერ ამოფრქვევა.
და აქ მარტო იმაში არ არის საქმე, რომ პარტიის ისტორიის ლექტორი, მერე გახდა თეოლოგიის მასწავლებელი თუ რელიგიების მცოდნე და ასე შემდეგ. ეს არის თვითონ ადამიანებმა, რომლებმაც ამდენი რეპრესიების შემდეგ თავისუფლება მიიღეს, რომ კი შეიძლება წახვიდე და ასე შემდეგ. მაგრამ აღმოჩნდა ეს ფარისეულური. და მეორე ძალიან დიდი თემა. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ ასრულებენ თავის ფუნქციას, როდესაც სასამართლო ვერ აღასრულებს სამართალს, როდესაც პოლიტიკური ლიდერი ვერ არის მორალური ავტორიტეტიც. შეიძლება ყველანაირი სხვანაირი ავტორიტეტია, მაგრამ მორალური ავტორიტეტი ვერ არის ადამიანებისთვის. მაშინ თითქოს ეკლესია, რელიგია რჩება ერთადერთი თავშესაფარი. სადაც თუნდაც მე თვითონაც არ ვარ და ვერ ვარ ისეთი, მაგრამ აი იქით მივილტვი. იქ ხო რაღაცა სხვა არის, ჩემთვის მიუწვდომელი, მაგრამ შეურყვნელი. და იქ თუ გზაზე მე მხვდება ფარისეველი მეზობელი, რომელიც სინამდვილეში ეკლესიიდან გამოვა თუ არა 10 წუთში 10 ისეთ რამეს ჩაიდენს, რასაც იქ დიდი გულისყურით უსმენდა, როდესაც მოძღვარი რამე საუბრობდა. ამას აღარ ვცნობ, არ მინდა დავინახო, იმიტომ მე პირდაპირ მინდა სადმე თავი შევაფარო. ეს თემები არის. ეხლა ძალიან ცუდია, როდესაც ამ ყველაფრის შემხედვარე საზოგადოებაში გაჩენილი პროტესტი ხშირად საერთოდ და ზოგადად სულიერების წინააღმდეგ პროტესტად ყალიბდება ხოლმე თითქოს. იმიტომ რომ რამდენად მორწმუნეა ვინმე და რომელი რელიგიის წამს, ეს არის ერთი ცალკე საკითხი. მაგრამ ადამიანს თუ სულიერებას გამოაცლი, თუ მის რწმენით სამყაროს გამოაცლი, არ ვიცი რა გარჩება იქ. რითი ვართ მე და თქვენ ადამიანები. თანამედროვე არ ვიცი მეცნიერებამ ძალიან ბევრი რამ დაადასტურა თუ დაადგინა, რამდენად დიდი ამ მსგავსება ცოცხალ ორგანიზმებს შორის, ადამიანს და სხვა ცოცხალ ორგანიზმებს შორის. ახლა თუ ადამიანობაზე გვაქვს პრეტენზია, ჩვენ აქ ლამაზი კონსტიტუციით, კიდე 700 კილომეტრი ავტობანით, ან რაღაც არ ვიცი, GDP per capita ამდენი, ამით კი ვერ ვიქცევით ადამიანებად. ადამიანებად ვიქცევით სულიერების მაღალი დონით და განცდით. სულიერების რა, რომ სიკეთის კეთების მოთხოვნილება მაქვს. სიყვარული თუ არ გამსჭვალული ადამიანების მიმართ. მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო და ვიყო სოლიდარული საზოგადოებრივი პროცესების მიმართ. ჩემთვის სულ ერთი არ არის სხვა ქალაქში რამდენია ღარიბი. სულ ერთი არ არის ჩემი ფანჯრიდან რას ვხედავ, შიერს თუ უმუშევარს თუ ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კონსტიტუციით არ გამოდის ამ ტიპის შიდა კონსტრუქციების შექმნა. ანუ ეს ძალიან დიდი საქმეა, დიდი თემაა და ავიცი მე მგონია მოვესწრებით მე და თქვენ ისეთ საქართველოს, სადაც ერთი მხრივ საერო ხელისუფლება იქნება თავისი საქმით დაკავებული და არ იქნება იმ თემებით, რასაც საუბრობდით. და მეორე მხრივ სასულიერო პირები თუ რელიგიური დაწესებულებები ამას მიხედავენ და ცოტა უკეთეს ზღვარს გაავლებენ იმ სახელმწიფოებრივი ცხოვრების იმ საკითხებსა და სულიერების საკითხებს შორის, სადაც ძალიან ხშირად უფრო აქეთ არის აქტიურობა ვიდრე იქეთ. კი ბატონო. კარგი. აი ბოლო კითხვას დაგისვამთ, რამე სასაცილო სადღეგრძელო თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ და მაგით დავამთავროთ. სასაცილო სადღეგრძელო? ანუ უცნაური. არ ვიცი, სადღეგრძელო, მე ხოჩურის სადღეგრძელოს ის ვარ, პატრიოტი ვარ თუ მოყვარული ვარ თუ ფანი ვარ სადღეგრძელოსი. და ძალიან ბევრ სიბრძნეს მოისმენ ადამიანი კარგი სადღეგრძელოდან. მე თავად იყოს. არ მე ახლა კახელი ვარ მე, ქიზიყელი ვარ მე, ნამდვილი, ესე იგი, დედით, მამით ყველანაირად, ამიტომ წყლის ჭიქით სადღეგრძელოს თქმით ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას, როგორც მინიმუმ ჩემს კახელებს და მთლიანად ქართველებს. ამიტომ ასე სადღეგრძელოს გამიჭირდება, მაგრამ ზოგადად მქონია შემთხვევები, როდესაც ძალიან კმაყოფილი დარჩენილან ჩემი თამადობით, ესე ვთქვათ, ის მეგობრები, რომელიც წრეშიც ამ ფუნქციის შესრულება მიწევდა ხოლმე. ბოლო 4 წლის განმავლობაში ცოტა სხვა ტიპის თამადობები მიწევდა. ეს არის ოფიციალურ სადილებზე, ოფიციალური ვიზიტების დროს, ხან მასპინძლის როლში, ხან სტუმრის როლში.
ეს ახლა ცოტა არ იყოს უხერხული მომენტი არის ხოლმე, ხო? ჩვენი გაგებით სადაგრძელო არის ერთი და ახლა იმ ოფიციალური პროტოკოლური სადაგრძელო ეს ფაქტურად არის იმ ძირითადის კიდევ უფრო კარგად თქმა, რაც ოფიციალურ შეხვედრაზე ითქვა, ახლა კიდევ უნდა ცოტა იქიდან აქედან გამყარდეს. ამ ნაწილშიც, როგორც ჩემი კოლეგა პარლამენტის წევრები მეუბნებოდნენ ხოლმე, თურმე გამომივლენია გარკვეული ნიჭი, იმიტომ რომ მართლაც სადაგრძელოში სწორედ ამ პოლიტიკურ სუპერმგრძნობიარე თემებზე შესაძლებელია რაღაცეები ჩაახვიო, რაღაცა ისე ამოიტანო იქედან. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო სადაგრძელოები ჰქონდა, მაგალითად ერევანში, ბაქოში სტუმრობისას ეს მეზობლებთან ურთიერთობაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგრძნობიარე თემებია და ჯობია სადაგრძელოში ნაკლებად სერიოზულად, თუმცა არანაკლებ პრინციპულად ითქვას რაღაცა სათქმელდაც გაქვს. ახლა უბრუნდები ჩვეულებრივ ცხოვრებას, მათ შორის ესე არაპროტოკოლურ ოფიციალურ სადაგრძელო ვითარებას და მე ვისურვებდი, რომ იქ შევხვდეთ ჩვენ ერთმანეთს და იქ მოგახსენებთ სადაგრძელოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და ისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა.